ლეიბორისტული პარტიის არჩევის განხილვას განაგრძობს ლეიბორისტების სასამართლოში პრეზიდენტის 2005 წლის იმ ბრძანებულების გაუქმებას ითხოვენ, რომლითაც სახელმწიფო პირებს ხელფასები გაეზარდათ. ლეიბორისტული პარტია მიიჩნევს, რომ იმ დროს, როცა ქვეყანაში მინიმალური პენსია 28 ლარია, ჩინოვნიკებს ხელფასები არ უნდა ეზრდებოდეთ. დღევანდელ პროცესზე ლეიბორისტები საარსებო მინიმუმის დადგენას და პროცესზე პრემიერ-მინისტრის გამოძახებას ითხოვდნენ. შუამდგომლობას არ დაეთანხმა მოპასუხე მხარე იმ მოტივით, რომ სარჩელი პრეზიდენტის ბრძანებულების გაუქმებას ეხება და არა პრემიერ-მინისტრისას. პროცესს დღეს ლეიბორისტთა ლიდერი შალვა ნათელაშვილიც დაესწრო. იმის გამო ადამიანებს მოსახლეობის დიდ უმრავლესობას განესაზღვრა ხელფასსა და პენსიად 28 ლარი, ხოლო სააკაშვილისა და მის ბანდას 1000 დოლარი. ჩვენ შემოვიტანეთ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, მოთხოვნით გაუქმდეს პრეზიდენტის ანტიკონსტიტუციური განკარგულება, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყნის ძირითად კანონს იმ ასპექტში, რაც ითვალისწინებს ადამიანთა თანაბარ საარსებო მინიმუმს, მოქალაქეთა თანასწორობას. ეს თანასწორობა არ არის მარტო თქვათ ჩაცმიდან გამოხატული. ეს თანასწორობა უნდა გამოიხატებოდეს საარსებო მინიმუმში, საკვების იმ აუცილებელ რაციონში, რის გამო ცოცხალი ორგანიზმი არ არსებობს და სააკაშვილის მიგნება მეცნიერული ისწავლაზე, რომ თითქოს მის მინისტრებს 5-ჯერ და 10-ჯერ მეტი ქუჩები დური ჩორობილ ადამიანებს მოკლებული ყოველგვარ საფუძველზე აბსოლუტურად. პრეზიდენტის მიერ დადგენილი უნდა იქნა საარსებო მინიმუმი, რომელიც აუცილებელია მოქალაქის ფიზიოლოგიური და სოციალური მინიმალური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად და სწორედ ამ საარსებო მინიმუმს უნდა შეეფარდებოდეს ხელფასი, პენსია და უნდა შეეფარდებოდეს სხვა სოციალური დახმარებები, რომელიც აუცილებლად გაწეული უნდა იქნეს მოქალაქისათვის, როგორც მოგახსენეთ იმისათვის, რომ ის ფიზიკურად გადარჩეს და არ გახდეს შიმშილის მსხვერპლი. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ხელისუფლებას უფრო დიდი მადა აღმოაჩნდა, მათი ხელფასი როგორც მოგახსენეთ 2000 დოლარს არ ჩამოუვარდება, მაშინ როდესაც ჩვენ პენსიონერები იღებენ 28 ლარს. ამ დროისთვის ეს იყო